ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით ანაკლიაში მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა. ფორუმში მონაწილეობას სამინისტრო სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები იღებდნენ. ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და თხილის დარგის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო. მინისტრმა სამინისტროს ინიცირებულ შემუშავებულ პროექტებზეც ისაუბრა. ძირითადი განხილვის თემა გახავთ თხილი. თხილი არის ის კულტურა, რომელიც საქართველოს აძლევს სერიოზულ პოტენციალს ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. მე ასევე შეგახსენებთ, რომ ღვინის ექსპორტს გადაუსწროთ თხილის ექსპორტმა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს არის დარგი, რომელსაც აქვს მინიმუმ გასამაგების პოტენციალი, რომელიც მნიშვნელოვნად დაეთყობა არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს, არამედ აქ არის წარმოდგენილი ის მუნიციპალიტეტები და რეგიონები, რომელსაც შეუძლია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ეს არის პრინციპში უპრეცედენტო და პირველი მცდელობა, რომ ერთად შეიკრიბონ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები და იმსჯელონ ამ კონკრეტული დარგის, რომელიც საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული განვითარების გრძელვადიან პოლიტიკაზე.